25 სექტემბრის ახალ ამბებს ტელეკომპანია გურჯაანი ჟურნალისტებთან ერთად თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. რა მოხდა მნიშვნელოვანი დღეს მოკლედ ანონსიდან შეიტყობთ. ურდნის დაბალი ფასი და მევენახეთა პრეტენზიები ბოდბეში, რატომ აპირებენ ვაზის სხვა კულტურების ჩანაცვლებას. თილჩავკრი რაღაცას გავაკეთე, თილი უფრო კაი ფასი აქვს. წემალი არ არის და ლევი არ არის 60 თეთრი. პრემიის აღების შეზღუდვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის. საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან განსხვავებით ზაქარია ქუცნაშვილს მხარს გურჯაანში უჭერენ. არ უნდა იყონ, ხალხი ამ ხელგაჭირებაშია გამათხოვებულია. მეტად რაც ხელფასებს იღებენ არ ეყოფათ ის ხელფასები. ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ცირედით გამყარდა. დედოფლის წყაროში მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება. რა პირობებს შესთავაზებს ახალი სტაციონარი მოსახლეობას. დედოფლის წყაროში მიმდინარეობს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აი ამ სურათი ზანიშვილი და თვალერი. დევნილობის 22 წელი. როგორ ხვდებიან სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთიდან დევნილები? სიცოცხლე თუ არა სიკვდილი მაინც მიიღეს ჩემი წაწყალზე. ისურვილია რომ ერთი ლესელჯეში დამაბრუნა და ჩემ ხეებზე შემახედა. სარაგველობა თეთრ წყლებში, როგორ ჩაიარა სახალხო დღესასწაულმა. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ურდნის დაბალი ფასი და მევენახეთა პრეტენზიები სიღნაღის რაიონში. სოფელ ბოდბეში რთველი აქტიურ ფაზაში ერთ კვირაში შევა. თუმცა გლეხების ნაწილმა კრეფა უკვე დაიწყო. ისინი დაბალ ფასს აპროტესტებენ და ზოგი მომავალში ვაზის ადგილას სხვა კულტურების მოყვანას აპირებს. დღეს ქიზიყში ნინო სამნიაშვილი იმყოფებოდა. ნახოთ მისი მომზადებული სიუჟეტი. აი ეცი კურძელი მივიტარეთ მოუ ვითქეს რომ კაროჩე 40 კაპიკობე. ბოდბეში მევენახე გიბი ჩუთლაშვილს ქარხანაში ნაცნობი რომ არ შეხვედრა და მის ყურძენს 60 თეთრადაც არიბარებდნენ. შარშან 1 კილოგრამი რქაწითელი ერთლარად გაყიდა არა და წელს გაცილებით ხარისხიანი მოსავალი აქვს და მხოლოდ 40 თეთრს თავაზობენ. მისი გამოთვლით ლევანდელი რთველი ზარალს ვერ ანაზღაურებს, ამიტომ გადაწყვიტა შემოდგომაზე ვაზი გაკაფოს და მის ნაცვლად თხილის ბაღი გააშენოს. 40 კაპიკი 30 კაპიკი თუგილა ჩაიბარეო. მეორე ვიღაცა კიდე ნაცნობი რაღაცა და რამე შევეხვეწეკე და ჩავაბარე 60 კაპიკი. მე სულ გადავჭრა ვენახი. რა თქმა არაფერი მოსავალ რაც ამას წაბალი უნდა. იმდე ვერ კი ამოიღებდა. თილჩავკრი რაღაცას გავაკეთე, თილი უფრო კაი ფასი აქვს. გივი ჩუთლაშვილის მსგავსად ვაზის ნაცვლად ხეხილის ან ბოსტნეულის გაშენებას აპირებენ მისი მეზობლებიც. ისინი უკმაყოფილოები არიან, რომ ქაწითელში 60 თეთრზე მეც არ უხდიან. ეგ ხდიან უნდა თავი მოიგრა და თუ დაგხვდა რომ ცოცხლად. და ერთი რაღაც წემალი არ არის და ლევი არ არის 60 თეთრი. მას 60 თეთრი და ყურძენი შეიძლება ამდენი შრომა რომ და ამდენად ვიხოსებით შიგადა 60 კაპიკი რა არის შვილო. აი ჩამოტარებული რაღაცა ხილი ხეზე მოსწყვეტილი რაღაც არ დაბარვა უნდა არ შეწამლა. ის არის ლარდახი ვარ წემალი და ლევი და პეტრე და პავლე. ჩვენ რა ვქნა ის ვიარსებოთ. ეს რა ფასი არის რა არის რა ფასია. ბადრეჯანი ჯორი цараჭამს ორი მაინციღის გაიგე ორი მაინციღის და ყურძენი რომელიც კულტურა საქართველოს ის არის ის კი 60 კაპიკი და 10 შაური კაპიკი იგე მაგა აი ივანიშვილის აიყო აი მოდივარ და ეგრე გიზამთ და სუ არაფრად არ ჩავაგდო და აი ეს არა ქნა 70 კაპიკათაც არიბარებენ ცოდონი არა ვართ რომ ჩვენ დანახარცაც ვერ ავფარა რაღაცე უნდა ვიყო ხმაყოფილი ვინ არის ხმაყოფილი ერთი მაინც ჩვენი და გიბატონ იგეთი გლეხი მაჩვენე რომ უკმაყოფილი იყო. უკმაყოფილები თვითონ არიან იქ. ზოგის გამოანგარიშებით კი ტრანსპორტირების ხარჯთან ერთად 1 კილოგრამ ქაწითელში 50 თეთრიც აღარ რჩება. ამიტომ ყურძნის დაკრეფისგან თავს იმ იმედით იკავებს, რომ კლიენტი თავად მიაკითხავს. მოწეული კი გვაქვს შვილო, მაგრამ ჯერ კლიენტს ველოდებით რომ მოვიდეს კლიენტი რომ იქნება აქავე გავყიდოთ და მარანში წაღება არ დაგჭირდეს რომ იქ მაინც ხარჯი არის მანქანა უნდა დავიქირაოთ წავიღოთ ფულს უფასოდ ვინ წაგვიღებს ვის ელოდებით ვინ მოვა თქვენთან ყურძნის საკითხი რა ვიცი მოვლენ ალბათ კლიენტები რა ვიცი ქალაქიდან მე რა ბოდბეში რთველი აქტიურ ფაზაში ერთ კვირაში შევა. მართალია აქაურების მოთხოვნა რომ ქაწითელი 1 ლარი, ხოლო საფერავი 2 ლარი ღირდეს, თუმცა ქარხნებში ყურძნის მაქსიმალური ფასი 70 და 85 თეთრია.
ბოდბისგან განსხვავებით რთველი აქტიურ ფაზაშია შესული გურჯაანში. მევენახეები ყურძენს აქტიურად კრეფენ, ქარხნებთან კი რიგები არ წყდება. მევენახეები ამბობენ, რომ წინა დღეებისგან განსხვავებით მანქანები თანმიმდევრულად შედის, თუმცა ქარხნებთან დგომა მაინც საათობით უწევთ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დღეის მდგომარეობით კახეთში 57,000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. ნაცნობებით არ არსებობს შეშვება რიგის მიხედვით. ძალიან წესრიგია დაცული ამ რიგისთან შედარება და თვითონ ხალხი და მოსახლეობა და მეპატრონეები რიგს ვიცამთ და მივდივართ ისე. რაღაცა მოწესრიგებულად მიდის. ალბათ 1.5 საათში შევალთ. მოვედი, ველოდები. აი გურჯაანში. ჩაბარებას. მომივაოჩერედი და ჩავაბარებ. ნაცნობ მეგობრობით არა მე მგონი, უფრო აი ცოცხალი რიგი როგორ 7 საათიდან დილიდან იკავებს ხალხი რიგს და ესე არა. ნაცნობა ყველგან არის გას. დიახ, უშვებენ ნაცნობას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით დეპუტატ ზაკარია ქუცნაშვილის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ინიციატივა მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებს. საუბარია 746 თანამდებობის პირზე. საკითხის განხილვამ დღეს ხმაურით ჩაიარა. როგორ აფასებს ახალი ინიციატივა საზოგადოება, სანამ დეპუტატები მსჯელობდნენ, დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოსახლეობა გამოგითხა. არ უნდა იყონ ხალხი ამ ხელგაჭირებაშია გამათხოვებულია ხალხი და მაგრამ ხელფასებიც ხონდათ პრემიებიც ხონდათ ჩვენ სამსახურებიც არა თავიანთი პრემიები რაც ეკუთვნით ისევ ხალხს გადაუნაწილდა ხალხს დაეხმარება საჭიროა ამ ხელგაჭირებული ხალხია რატომ უნდა იყონ დანამატებდა პრემიები რაც ხალხს უჭირს ხალხს არაფერი აქვს საშუალება ის მენახებში ფასი დააგდა სამუშაო არ არის რა უნდა ხალხს უჭირს მაგრამ იმან პრემიები და დანაწილება აიღონ და ხალხის გასაჭირშია. ყველა ადამიანის სურვილი ეგ არის, რომ არ აიღონ, იმიტომ რომ მათ საკმარისი ხელფასი აქვს და დაკმაყოფილდნენ იმით, რომ სახელმწიფოს და ქვეყანას ასე უჭირს. სადაც უჭირს ქვეყანას იქ მოიხმარონ ხალხი. აი ახლა რთველზე რა ამბავია ვერ ანახეთ ხალხი რა დღეში. ძალიან კრიზისში ვარ ჩვენ ხალხი და რა დროს პრემიები? მეტად რაც ხელფასებს იღებენ არ ეყოფათ ის ხელფასები. თბილისის შემდეგ დასაქმების კვირეული კახეთშიც გაიმართა. მონაწილე კომპანიებს და სამუშაოს მაძიებლებს თელავის სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა. კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის სასურველი კადრები ადგილზე შეარჩიეს და გაესაუბრნენ. მათ 80 პოზიციაზე 100-მდე ვაკანსია წარმოადგინეს. ფორუმის ორგანიზატორი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ კახეთის რეგიონში მოძიებულია 100-მდე ვაკანსია. დღეს თელავში ჩამოსულია 20 მსხვილი დამსაქმებელი და ისინი გაესაუბრებიან სამუშაოს მაძიებლებს, შეარჩევენ სამუშაოს მაძიებლებს და შემდეგ უკვე დიდი იმედი გვაქვს რომ დაასაქმებენ კიდეც. გვაქვს 6 ვაკანსია გამოცხადებული და იმედია რომ ვიპოვეთ ჩვენთვის სასურველ ვაკანსიას კადრს თქვა. ამ ეტაპზე არ ვარ დასაქმებული და აქტიურად ვეძებ სამსახურს. ვფიქრობ, კარგი შანსია, რომ თბილისის გარდა თელავშიც მოეწყო მსგავსი კვირეული, ცოტა გადახალისდება კახეთის რეგიონი. მადლობა მინდა მოუხადო ყველა კომპანიას, რომელმაც საშუალება მოგცა, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი თავი და თუ საშუალება მოგვეცემა დავსაქმდეთ შესაბამისად. იმედი მაქვს, მინდა გითხრათ, რომ მე თუ არა გარკვეული ნაწილი მაინც დღეს აქ მოსული საზოგადოებისა დასაქმდება. უშუალოდ აპლიკაცია და იმედი მაქვს, რომ ვიშოვე რაღაც სამსახურს. არჩეულ პროცესში. დღეს ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 დოლარის ღირებულება 2.38 მიასედია, თუმცა კომერციულ ბანკებში მისი შეძენა 2.42 ლარად არის შესაძლებელი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც.
დედოფლის წყაროში მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება. სამუშაო პროცესი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ახალ სტაციონარს შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია აშენებს. პროექტის მიხედვით საავადმყოფო შენობა ერთსართულიანი იქნება თანამედროვე დიზაინითა და კეთილმოწყობილი ეზოთი. კლინიკა დედოფლის წყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის 32-ზე მეტ მაცხოვრებელს მოემსახურება. სტაციონარი უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და პაციენტებს ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. პროექტის ღირებულება 3.700.000 ლარია. ამ ეტაპზე მშენებლობაზე 24 ადამიანია დასაქმებული. დამთავრებული იქნება და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და ეს ამ მხარის მოსახლეობისათვის დაახლოებით 32,000 კაცისათვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შეეძლებათ ადგილზევე უმაღლესი დონის სამედიცინო დახმარების მიღება. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს რეგიონის მდგომარეობას, გამოასწორებს იმ უთანასწორობას, რაც დღეს ამჟამად არის შექმნილი. შენობა აშენებულია უკვე ფაქტიურად, მისი კარკასი უკვე დგას. გარეთ უკვე ინფრასტრუქტურაც ეწყობა. გარე კანალიზაცია მოწყობილია, მიმდინარეობს შენობაში შიდა სამუშაოები, ანუ ტიხრების დაყენება, ელექტროობის გაყვანა, ვენტილაციის სამუშაოები. დედოფლის წყაროში მიმდინარეობს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, იმიტომ რომ ფაქტიურად წინა ხელისუფლების გადამკიდე ჩვენ დედოფლის წყარო საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე უდიდესი მუნიციპალიტეტი დარჩა საავადმყოფოს და პოლიკლინიკის გარეშე და ჩვენი მოსახლეობა ვერ ახერხებდა ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიღებას. აი ამ სურათი ზანიშვილი და თვალერები. დევნილობის 22 წელი. როგორ ხვდებიან სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთიდან დევნილები? სიცოცხლე თუ არა სიკვდილი მაინც მეღესოს ჩემი წაწყალზე. მისურვილია რომ ერთი ლესელიძეში დამაბრუნა და ჩემ ხეებზე შემახედა. სარაგველობა თეთრ წყლებში, როგორ ჩაიარა სახალხო დღესასწაულმა. მოახლოებული 27 სექტემბერი და დევნილობის 22 წელი. სოხუმის დაცემის დღეს განსაკუთრებული ტკივილით აფხაზეთიდან დევნილები ხვდებიან, რომლებიც 2 ათეულ წელზე მეტია მშობლიურ კუთხეში დაბრუნებაზე ოცნებობენ. დღეს ბაკურციხეში მცხოვრებმა დევნილებმა საკუთარი ისტორიები ჩვენს გადამღებ ჯგუფთან გაიხსენეს. ნახოთ ვერაიაშვილის სიუჟეტი. აი ამ სურათი ზანიშვილი და თვალერები, იმიტომ რომ ძნელი მოსახსენებელია ჩვენთვის იქაური ყველაფერი ლამაზი მხრიდანა ვართ. რა ვიცი, გული გვტკივა რომ ასეთ ლამაზი მხარი მივატოვეთ და ემოციებში ვარ არ მინდა დავათვალიერო. მთავარია გულიდან არაზოს არ ამოვა ეს ყველაფერი. ნატალია ცილურიკას მშობლიური სოხუმის დატოვების გახსენება 22 წლის შემდეგაც უჭირს. დიდი ტკივილით და ემოციით გვიყვება თუ როგორ გადმოვიდა სვანეთის უღელტეხილზე და რა გაჭირვებით გაიარა 16 დღიანი მძიმე გზა 2 მცირეწლოვან ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად. ამჟამად ნატალია ოჯახთან ერთად ბაკურციხის დევნილების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. ამბობს რომ მისი ყოველი დღე სოხუმით იწყება და მისი ფიქრების და მომავლის იმედიც მშობლიურ ქალაქს უკავშირდება. ბოლო წუთამდე არ გვეგონა რომ წამოვიდოდით, მაგრამ რო შევხედეთ უკვე სიტუაცია დაძაბდა და ხალხი მიდის ბავშვებიანად, მაქსებიანად რო უკვე დატოვეს თავის სახკარი, ძულებული ვიყავით ჩვენ წამოსულიყავით და გადაგვეჩინათ თავით და შვილებიც სულ ყველანი. და ბოლო თანაც გვეგონა რომ მალე სადღაც თავს შევიფარებთ და ისევ დავბრუნდებით. ის არ გვეგონა რომ ამდენ წლებს სადმე ვიცხოვრებდით და არ დავბრუნდებოდით. ჩვენ სულ წყალები და ტანჯვით ვიცხოვრეთ აქ. ნოლიდან ცხოვრების დაწყება როგორი არის? განცდა ტირი ხარ იმედი გაქვს დაბრუნდები, იწყებ ცხოვრებას ვერც ალაგებ გეგმებს როგორი ცხოვრო, რა გააკეთო, არა გაქვს არაფერი. ძალიან ძნელი იყო ჩვენთვის. 80 წლის რუსუდან გოგი ჩაიშვილის ბიოგრაფიაც აფხაზეთიდან იწყება. მან 60 წელი გაგრის რაიონის სოფელ ლესელიძეში იცხოვრა. როგორი იყო იქ ცხოვრება? მაგარი, ძალიან კარგი. გარშემო მყავდა 4 შვილები. ბედნიერი ვიყავი რა, რო იტყვია. კარგად ავცხოვრობდი. ჩემი სახლა სამ დღეში წაუკიდე ცეცხლი მე უყურებდი ვიზიორიდან. როგორ იწოდა გაქონდათ კაცად კუცი ჩემ სახსა. გაგრის დატოვების დროს მეუღლე მოუკლეს და აქ ჩამოსულმა 4 შვილთან ერთად გააგრძელა ცხოვრება. ამბობს რომ გაგრაში ლამაზი სახლი და ხილის დიდი ბაღი დატოვა. დღევანდელი მისი ყოფა კი გაჭირვებულია და მშობლიურ სოფელში დაბრუნებაზე ოცნებობს. ბელეტაჟის სახლი მქონდა 5 ოთახიანი, 2 კუხნა,
გატენილი ყველაფერი თაშვილო. სულ დაფუკეს ყველაფერი, ვერ მოვასწარი წაღება. კი მაქვს დახმარება რამე, მაგრამ არ ამყოფნის სინამდვილეში ეს ფული იმაში, რაც წამლები მინდა. ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დამთავრდა. შედეგად კი საქართველოს 300,000 დევნილი, 10,000 დაღუპული ჯარისკაცი, საჯარო დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ცოცხლად დამარხული სამხედრო ტყვეები და მიწასთან გასწორებული დაკარგული აფხაზეთი მიიღო. ამ დღის გახსენება ბაკურციხის დევნილების საერთო საცხოვრებელში ყველასთვის ცრემნარევია. მათი ერთადერთი ოცნება აფხაზეთში დაბრუნებაა. ჩემი სურვილია რომ ერთი ლესელიძეში დამაბრუნა და ჩემ ხეებზე შემახედა. რა ვიცი ფეხით ვივლი და დაბრუნდები ჩემ სიცოცხლე თუ არა სიკვდილი მაინც მეღესოს ჩემი წაწყალზე. არაგველობა თეთრ წყლებში სახალხო დღესასწაული წმინდა სამასი არაგველის სახელობის მშენებარე ეკლესიის კურთხევითა და კრწანისის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პარაკლისით დაიწყო. დღესასწაული სახალხო კონცერტით გაგრძელდა და მასში მონაწილეობა ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს. გაიმართა ასევე შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში და უშიშა ყორიაულის სახელობის გარდამავალი თასი გათამაშდა. სახალხო დღესასწაული ტრადიციული დოღით დასრულდა, რომელშიც გამარჯვება 48 წლის გოჩა ბურდულმა მოიპოვა. მას და ქართულ ჭიდაობაში აბსოლუტური წონით კატეგორიაში გამარჯვებულ ვახტანგ სარაჯიშვილს ტრადიციული პრიზით ხვარი გადაეცათ. საქართველოს ყველა კუთხეს ყავს თავისი სახელოვანი წინაპრები, რომელთაც ამაყობენ ეს ხალხი და ფშავ ხევსურებისთვის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ სამასი არაგველი, რომელიც მთის ხალხია როგორც მოგეხსენებათ და კრწანისის ომის დროს ერეკლე მეფის გამოყვანაში და იმ ბრძოლაში მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი ქართველების დამარცხებით დამთავრდა, დიდი წვლილი შეიტანეს. არც ერთი მათგანი ცოცხალი არ გამოსულა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის სამასი არაგველების ხსენების დღე და დღეს საქართველოს მასშტაბით აღინიშნება დღევანდელი დღე, ასევე სოფელ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თესხლებში, სადაც ვატარებთ ჭიდაობას, რომელიც დამკვიდრდება როგორც უშიშა ყორიაულის სახელობის ტურნირი და იქნება გარდამავალი თასი. დიდი ხანი მონაწილეობა არ მიმიღია. ამ წინაზე წავაგე. ეხლა მოვიდე. ეს დღესასწაული ძალიან კარგია სოფლისთვის, დიდი ხანია უკვე ჩატარებულა ჩვენთან ესეთი ღონისძიებები და ეს არის ჩვენი სოფლის დღეობა, დღესასწაული და ძალიან კარგია ესეთი დღეობები რა, კიდევ ჩარტადეს ყოველ წელს. დიდი ხანია ეს ხა პირველად ჩარტადა ამ ხელა ღონისძიებები. გურჯაანის კულტურის ცენტრში მრავალშვილიანი დედის ელისაბედ მექერიშვილის ნამუშევრების გამოფენა და პოეზიის საღამო გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევე მისი შვილების ნახატები და ნაქარგები. ელისაბედ მექერიშვილი წარმოშობით გურჯაანიდან არის. ამჟამად ის თბილისში ცხოვრობს და 9 შვილს ზრდის. გურჯაანში ეს მისი პირველი გამოფენაა, თუმცა პოეზიის არაერთ საღამოზე მიუღია მონაწილეობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე, იმიტომ რომ ჩემ მშობლიურ კუთხეში ვარ და ყველაზე ლამაზი პერიოდი ახლა კახეთში. პროზას ვწერ, წიგნისთვის ვემზადები. დროდადრო საპატრიარქოს რადიო ივერიაში ვკითხულობ ყოველ ახალ მოთხრობას. ეხლა კონკურსში ვიღებ მონაწილეობას. თუ გავიმარჯვე იმ კონკურსში, შეიძლება ჩემი ერთ-ერთი მოთხრობა მე-6 მე-7 კლასამდე სასწავლო პროგრამაში ჩაისვას. ცოტა ხმამაღალი გამონათქვამია, მაგრამ ამის სურვილი მაქვს. ელისაბედი გამოირჩეოდა ბავშვობიდანვე თავისი ნიჭით, უყვარდა ხატვა. ყველა ნახატი მომწონს, რა თქმა უნდა, მისი განსაკუთრებით მომწონა იქით ფერწერა ძალიან ლამაზი აქვს. იქით იმ ხარის ნახე ძალიან ლამაზი არის და მომავალი აქვს ამ გოგონას. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს. გმირულად დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილი ამერიკის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან გადმოასვენეს. დაღუპულ სამხედროს საქართველოში თანამებრძოლი პირველი კლასის რიგითი გიორგი ყორღანაშვილი ჩამოჰყვა. ჯარისკაცის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც დაღუპულის ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ამერიკის შეერთებული შტატების
ერჩი საქართველოში იანკელი და სხვა პირები დაესწრნენ. დღეს ძიმე დღეა მთელი საქართველოსთვის. მაგრამ პირველ რიგში მე მინდა მივმართო ოჯახს და მივსამძიმრო და უთხრა მადლობა ასეთი გმირის გაზრდისთვის. მე მინდა მივსამძიმრო იმ ბიჭებს, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში და რომლებმაც დაკარგეს თანამებრძოლი და იმ ახალგაზრდებს, ვინც აქ ვნახეთ აეროპორტში. და უთხრა ჩვენ გვესმის მათი ტკივილის. საქართველოში ჩამოსვენებამდე კი პატრულირების დროს გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მიაგეს პატივი. პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის საქართველოში გაცილების ცერემონიას ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე სხვა ქართველ და უცხოელ სამხედროებთან ერთად დაესწრო. ვასილ ყულჯანიშვილი სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს მთავრობა კანონით განსაზღვრულ 100,000 ლარს გამოუყოფს. გზავის ხარჯებს კი თავდაცვის სამინისტრო დაფარავს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 8 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიების ინფორმაციით აფთიაქებში უკანონოდ გაიცემოდა ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტები. დანაშაულებრივი გზით 8 აფთიაქის მიერ 2014 წლიდან 2015 წლის 24 მარტამდე უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 5.800.000 ლარს გადააჭარბა. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავა, რომელთაც TBC ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და 38,500 ლარი მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხა სრულად ამოიღეს, 5-ვე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დავადგინეთ, რომ ბრალდებულები აპარატიდან აჭარაბეთის არავერიფიცირებულ ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხებს რიცხავდნენ და ამ თანხების გადათამაშებას აჭარაბეთის ვერიფიცირებულ ანგარიშზე ახდენდნენ. ბრალდებულებს გადათამაშებული თანხა აჭარაბეთის ვერიფიცირებული ანგარიშიდან გამოჰქონდათ და იმავე სწრაფი ჩარიცხვის აპარატში რიცხავდნენ. თანხის დაგროვების შემდეგ კატეხიზა თანხას მართსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ნაქურდალი თანხა სრულად ამოიღეთ, 5-ვე დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. 17 წლის მრბოლელს მანქანა 9-ჯერ ამოუტრიალდა და გადარჩა. კნუტი, რომელიც სკვერში უპატრონოდ დადიოდა, თრითინას დაუმეგობრდა. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. საუდის არაბეთში მექაში ჰაჯის ჩატარების წესები შეიცვლება. ეს გადაწყვეტილება მეფე სალმანმა გუშინ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მიიღო. ბოლო მონაცემებით მექაში ეშმაკის ჩაქოლვის ტრადიციული რიტუალის შესრულებისას ჭყლეტაში 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 900-მდე კი მძიმედ დაშავდა. ქვეყნის მონარქის განკარგულებით ტრაგედიის გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შეიქმნება. მიწისძვრა ინდონეზიაში, როგორც სააგენტო, სინხუა იტყობინება სტიქიური უბედურება ინდონეზიის პროვინცია, დასავლეთ პაპუაში მოხდა. მიწისძვრის შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა, 200 შენობა კი დაზიანდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით 6.9 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ინდონეზიის სანაპიროებთან დაფიქსირდა. 4 დაღუპული და 44 დაშავებული სიეტლში მასშტაბური საავტომობილო კატასტროფა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს ჩარტერული და ტურისტული ავტობუსები შეეჯახა. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ და ზოოკლუბმა გაავრცელეს. 17 წლის მრბოლელს მანქანა 9-ჯერ ამოუტრიალდა და გადარჩა. 2015 წლის Porsche GT3-ს თასზე ავარიაში მრბოლელი პედრო პიგე მოყვა. მას მანქანა 9-ჯერ ამოუტრიალდა, თუმცა საბედნიეროდ სიკვდილს გადაურჩა და მცირედი დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. კნუტი, რომელიც სკვერში უპატრონოდ დადიოდა, თრითინას დაუმეგობრდა. ვიდეო რგოლში, რომელიც ცხოველთა მოყვარულმა გაავრცელა, კნუტისა და თრითინას მეგობრობა აღბიჭდილი. ისინი ვერც კი გრძნობენ, რამდენად განსხვავებულნი არიან ერთმანეთისგან. თვითმხილველების თქმით, კნუტსა და თრითინას პარკში ხშირად ხედავენ. ისინი ერთად თამაშობენ და შემდეგ ერთად მიდიან.
და ბოლოს დღის სხვა ამბები. CNN-ის სამაუწყებლო ეთერში საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი ტრიალებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეორგოლის ჩვენება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს CNN-ის მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად დაიწყო. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას და წარმოაჩინოს ქვეყნის როგორც რეგიონული ცენტრის როლი, ამავე დროს ხაზი გაუსვას საქართველოს ტრანზიტულ დანიშნულებას და ქვეყნის უნიკალურ სტრატეგიულ მდებარეობას. კლიპი CNN-ზე 2016 წლის მარტის ჩათვლით ტრიალებს. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბმა დუისბურგმა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია ოფიციალურად წარადგინა. სპორტალჯის ინფორმაციით ჭანტურიამ დუისბურგთან კონტრაქტი 1+2 სისტემით გააფორმა და 36 ნოემბრიანი მაისური მიიღო. 22 წლის თავდამსხმელი გუნდში 2015-16 წლების სეზონს გაატარებს, რის შემდეგაც მხარეებს კონტრაქტის გახანგრძლივების უფლება ექნებათ. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. ჩვენი გამოშვება ამით დასრულდა, ნახვამდის.